მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო. ეთერშია კოდის სათემო განათლების ცენტრის რადიო, სახელწოდებით რადიოს ძალა. მე მისი წამყვანი ზეინა ბაბულაძე გახლავართ. გთავაზობთ გადაცემათა ციკლს სასწავლო ვიზიტი გერმანიაში. ნაწილი პირველი. 2025 წლის 15 სექტემბერს დილის 6 საათზე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან გავემგზავრეთ გერმანიაში, ქალაქ ნიუნბერგში. თუ შეიძლება კოდის რადიოსთვის რამოდენიმე სიტყვა გითხარით გერმანიაში გაფრენის წინ რა განწყობა გაქვთ? მოგესალმებით, მე ვარ ნანა ყავრელიშვილი, ახალციხის დასწროთა განათლების ცენტრიდან რადიოს ლიდერი, ჩვენი რადიო არის ედუსტრიმი. ძალიან ბედნიერი ვარ და მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს ესეთი საინტერესო ვიზიტი, ბიმადაუნებრო საინტერესო და მიხარია, რომ ისევ შევხვდი იმ გუნდს, რომლებიც დღეს ამ ეტაპზე რადიო ლიდერებს წარმოადგენენ თავიანთ თემში. ასე რომ შევხვდებით გერმანიაში და გერმანიის მერე კიდე ერთი თქვათ ინტერვიუ ჩავწეროთ, რამდენად შთამბეჭდა იქნება ჩვენი მოგზაურობა. აუცილებლად უკავშირი უნდა მივიღოთ გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ. ბედნიერ ფრენას გისურვებთ. მადლობა. მოგესალმებით, ჩოხატაურის დასწროთა განათლების ცენტრიდან ვარ. ძალიან ბევრი პოზიტივით ვარ დატვირთული და იმედი მაქვს, რომ გამიმართლება, უკავშირი იქნება იგივენაირი. ბედნიერი ვარ, რომ ყველა ერთად ვართ ამ პროექტის წარმომადგენლები, ყველა რეგიონის წარმომადგენლები და ვიცი, ნახოთ. თქვენი გვარი და სახელი თუ შეიძლება. უღმესი მადლობა ჩემო კარგო. წარმატებებს გისურვებთ. თქვენთან ერთად. მოკლედ რადიო კოდისთვის ქალბატონო ნანა 1-2 სიტყვა მითხარით თუ შეიძლება გამგზავრების წინ. ყველას ჩავიწერე. მე მინდა ძალიან საინტერესო და წარმატებული ვიზიტი გისურვოთ. ისეთი გამოცდილების მიღება, რომელიც აქაც თქვენი რადიოს განვითარებაში დაგეხმარება. უღმესი მადლობა. უღმესი მადლობა. ქალბატონო მარიკა. დიახ, ისმენთ. რამოდენიმე სიტყვით თუ შეიძლება კოდის რადიოსთვის გითხარით თქვენი განწყობის შესახებ. შვენი განწყობა მაქვს და მგონია, რომ წარმატებული ვიზიტი გამოგვივა. საინტერესო პროგრამა ჩანს და დაგეგმილია, მეგონი ნაყოფიერი უნდა გავხდეთ. ეჭვიცერ მეპარებთ. უღმესი მადლობა. უღმესი მადლობა. მარიამს და გიორგის. ქალბატონო ლოლა, რამოდენიმე სიტყვა თუ შეიძლება გითხარით. თვლილი, მაგრამ იმედებით სავსე. წარმოგიდგინეთ თქვენი თავი. ლიოლია რაისიანი, ახალქალაქის ხმა. წარმატებული ვიზიტი ჩემო კარგო. მადლობა. მადლობით. გამარჯობა. კოდის რადიოს ხმა. გთხოვთ თქვენი მოლოდინებზე გვესაუბროთ. მოგესალმებით, პირველ რიგში მე ვარ ქრისტინე. ჩემი მოლოდინები გერმანიასთან დაკავშირებით არის ძალიან დიდი, რადგანაც ვიცი, რომ ძალიან საინტერესო 5 დღე გველოდება წინ, ძალიან ნაყოფიერი, ძალიან შემეცნებითი და ძალიან კარგ დროს გავატარებ, ვიცი, უკვე ისეთ ხალხთან ერთად მივდივარ და ასევე ძალიან დიდ ცოდნას ჩამოვიტან გერმანიიდან ჩვენი ცენტრებისთვის. ბედნიერი მგზავრობა და ბედნიერი ვიზიტი. თქვენ რას გვეტყოდით ჩემო კარგო? წარმოგიდგინეთ თქვენი თავი? მე ვარ ქეთი. კასპის რადიო, ხო? კი, კასპის რადიო და მეც იგივეს ვიტყოდი, უბრალოდ იმას დავამატები, რომ უფრო მეტი პრაქტიკა იქნება და სხვადასხვა გარემოში რა იქნება, სხვანაირად მივიღებთ ამ ყველაფერს. უღმესი მადლობა, წარმატებული ვიზიტი საყვარელო. თუ შეიძლება რამოდენიმე სიტყვა მითხარით კოდის რადიოსთვის გამგზავრების წინ. ყველას ჩამოვართ ინტერვიუ. იცით, ბევრჯერ გამგზავრებულ ვარ მათ შორის სტამბულში ამ აეროპორტიდან, მაგრამ ასეთი ბედნიერი არ ეს ვსყოფილი, იმიტომ რომ მივდივარ ჩემ კოლეგებთან ერთად, ჩემ მეგობრებთან ერთად, იმ ხალხთან ერთად, რომლებიც ძალიან ძვირფასია უკვე ჩემთვის, ამდენი კარგი ერთად შეძენილი მეგობართან ერთად კიდე ზოგადად წავს და ძალიან დიდი ბედნიერება. უღმესი მადლობა, ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ. მეც რა თქმა უნდა ყველას ვუსურვოთ ერთმანეთს წარმატებები. ბატონი დავით ლიკლიკაძე, მადლობა.
ეს არის მსოფლიო აეროპორტების ათეულში სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც სიდიდით პირველია. მან ათათურქის აეროპორტს პირველობა წაართვა რამდენიმე წლის უკან, მანამდე ის იყო ყველაზე დიდი აეროპორტი და ახლა უკვე ის გადავიდა მეორე ადგილზე, ხოლო საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტი გადავიდა მესამეზე. საბიჰა გოქჩენი არის პირველი თურქი მფრინავი ქალის სახელობის. საბიჰა იყო ათათურქის მფრინავი ქალი იყო, მის სახელობისა გოქჩენი მისი გვარი იყო. ათათურქის სახელობისა იყო აეროპორტი, ხოლო ამ აეროპორტს არ აქვს სახელი. პრაქტიკულად არ უნდათ უფრო დიდი ადამიანის სახელი მიენიჭოს, ვიდრე ათათურქია და ასეთი არ არსებობს თურქეთში და დატოვეს სათაურის გარეშე. ერთ-ერთი ვერსიით უნდათ რომ სულთან სულეიმანის სახელი წოდებოდა, ეს იგივეა მათთვის, როგორც ჩვენთვის დავით აღმაშენებელი, დაახლოებით ოქროს საუკუნის გმირი. ხო, დაახლოებით, მაგრამ ჯერ იკავებენ თავს რომ ვინმე სახელი მიანიჭონ. იმედია, ვინმე ცოცხალზე პრეტენზია არ აქვს, ვინმეს და არ ელოდება გარდაცვალებას და მე მინიჭებას მის სახელს. არ ვიცი, სწორად გაიგეთ თუ რა მინიშნება საერთკენ მიმყავს, მაგრამ ჯერჯერობით სახელი არ აქვს აეროპორტს. დიდი მადლობა ჩემო კარგო, დიდი მადლობა. ეხლა ეს არის თურქეთის დროით, ეს საათი? კი ბატონო, ადგილობრივი დროით, ეხლა არის 9:10 წუთი. კი, ჩემი გვისრებს? რამდენი გვისრებს? არა, ჩვენ უსწრებთ 1 საათით. არ შემიძლია გასვლისას კიდევ ერთხელ რომ არ დაგათვალიერებინოთ ეს დიდებული აეროპორტი. ახლა ჩვენ მივამგზავრებით თვითმფრინავში ჩასასხდომად და ნიუნბერგში გასაფრენად. არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ჩემი ბარგი ცალკე შეიტანეს. რაღაცა VIP-ით რო გამოვედი თბილისის აეროპორტში. და რა გამქნა, არ არის თქვენი ბარგი. დაკარგული მითების განყოფილებაში და წამოვიდა რა. უი მედო თვალები და მე სხივ ჩამდგარი თვალების კონტრასტი. ლოლას კიდევ გაწვენ არ შეიძლება ყველაზე გვიან მოვიდა აეროპორტში, ამას ქვია კოჭრი წყალი თამში მოეწევა. აი ჩემი ხوارდე და ჩემი ღვინო. გონი მუდიხო. არა, ეგეთი არა ჩემი. ამ ვიდეოს ვაკეთებ უკომენტაროთ. ვაიმე ამათი წე? არა, ეს ჩემი. კიდე გაწვენ მეკე. ძალიან საინტერესოა ჩვენი მომლოდინე სახეების ხურება. ეს გახლავთ ნიუნბერგის აეროპორტი, ჩამოვედით, ყველამ ჩვენი ბარგი მივიღეთ და ეხლა გავდივართ გარეთ.
Meine Mutter und mein Vater, die seien zwar nette Leid, gibt's irgendwas zum Feiern, dann seien die zwar dabei. Meine Mutter und mein Vater, die zwei, die seien ein Hit. Sie singen und sie tanzen, als Horn denken's nicht. Ja, immer wenn was los ist, mein Vater ist dabei. Er kann's halt nicht lassen, zum Feiern nimmt er frei. Er macht so gerne Stimmung und singt so gerne ein Lied. Er ist ein super Kumpel, wie selten nur angibt. Meine Mutter und mein Vater, die seien zwar nette Leid, gibt's irgendwas zum Feiern, dann seien die zwar dabei. Meine Mutter und mein Vater, die zwei, die seien ein Hit. Sie singen und sie tanzen, ans Heimgehen denken's nicht. Meine Mutter ist eine Liebe, eine herzensgute Frau.